საფარქვეშ ჯონ დევირი თავი მე-6 ურჩობის შედეგები მეორე ნაწილობრივი მორჩილება საერთოდ არ არის მორჩილება ღვთის თვალში ისრაელის პირველი მეფის საულის ცხოვრება ცოცხალ სურათს გვთავაზობს თუ რა ხდება როცა ადამიანი ურჩობას ეთამაშება მისი ტრაგიკული ამბავი ბევრ საფუძვლიან გაკვეთილს გვაწვდის უფლის მიერ მის მიმართ ნათქვამ სიტყვაში საკვანძო მომენტებია დაფარული საულის ცხოვრების განხილვა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ღვთის საფუძვლებისადმი არასრული დამორჩილების სულიერი შედეგების თაობაზე თუ მივიღებთ ეს გაგება გაგვაძლიერებს და საულის მარცხი ჩვენთვის საჭირო მითითება და გაფრთხილება გახდება გვეუბნებიან რომ ყოველივე რაც წინათ დაიწერა ჩვენ სასწავლებლად დაიწერა რომელთა მე-15 თავის მე-4 მუხლი და ყოველივე ეს სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენ შესაგონებლად ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია. 1 კორინთელთა მე-10 თავის მე-11 მუხლი. ნაწილობრივი მორჩილება. დავიწყოთ იმ მომენტიდან, როცა ისრაელის მთავარი წინასწარმეტყველი სამუელი საულთან ღვთის სიტყვით მივიდა. მან მეფე გააფრთხილა, რომ ბეჯითად დაეცვა მითითებები. ახლა წადი და დაეცი ყამალექს და გაანადგურე ყველაფერი, რაც გააჩნია. ნუ დაზოგავ, მოკალი ყოველი მამაკაცი, დედაკაცი, ყრმა და ძუძუმწოვარი, ყოველი ხარი, კრავი, აკლემი და სახედარი. 1 სამუელის მე-15 თავის მე-3 მუხლი. მითითება მეტად პირდაპირი და კონკრეტული გახლდათ. ყამალეკის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი რამ უნდა განადგურებულიყო. ადამიანი იქნებოდა თუ პირუტყვი. ყველა არსება უნდა მოეკლათ, ვისაც სიცოცხლის სული ედგა. ყურადღება მიაქციეთ საულის პასუხს. მას არ უთქვამს, ამას არ გავაკეთებ. ეს დიდი სისასტიკეა. ხშირად ამბოხების გაგება მეტისმეტად ცხად და აშკარა დაუმორჩილებლობამდე დაკვავს. მალე აღმოვაჩენთ, რომ ასე ფიქრი სიმართლისგან შორსაა. არ გეგონოთ, რომ საული ჯერ დათანხმდა და შემდეგ გადაიფიქრა. დაუმორჩილებლობის ეს ფორმაც გასაგებია ჩვენთვის. არც ისე მომხდარა, რომ საულმა ამ დავალებას უპირატესობა არ მიანიჭა სხვა საქმეების ფონზე და შემდეგ გადაავიწყდა. ბევრისთვის ესეც არ იქნებოდა მორჩილება, მაგრამ კარგი განზრახვის გამო სასამართლებელ მიზეზად გამოდგებოდა. უმრავლესობა ალბათ დაგვეთანხმება, რომ ყველა ზემოთ შემოთავაზებული ნიმუში ურჩობის ფორმებია, მაგრამ ახლა ყურადღება ისევ საულს მივაპყროთ. მან სასწრაფოდ შეკრიბა არმია და ამალეკზე შეტევისთვის გაემზადა. ყველაფერი დიდებულად გამოიყურებოდა. ის მტერს თავს დაესხა და მოსრა ყველა მამაკაცი, ქალი, ბავშვი და ჩვილი. 10,000-ობით ადამიანი დაეცა საულის და მისი დიდი არმიის ხელით. თუმცა საულმა ყამალეკის მეფე დაინდო. რატომ? შესაძლოა იმ დროის კულტურის გათვალისწინებით. თუ ერთს დაიპყრობდი და მის წინამძღოლს ტყვედ ჩაიგდებდი, შეგეძლო სასახლეში მონად ყოლოდა და ყველასათვის წარგედგინა ცოცხალნაა ლაფარად. საულმა 1000-ობით ცხოველი დახოცა, მაგრამ საუკეთესო ცხვარი, ხარი, ნასოქი პირუტყვი, კრავი დაინდო და ხალხს დაურიგა, რომ ღვთისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ასე ვთქვათ, ბიბლიურად მოქცეულიყვნენ. წარმოგიდგენიათ, როგორ შეაფასებდა ხალხი მის ამ დიდ სულოვან ჟესტს. მათ იაჰვესთვის შესაწირად გამოყოფილი ცხოველები მიჰყავდათ და თან ფიქრობდნენ, რა ღვთისმოსავი მეფე გვყავს. უფალი ყოველთვის პირველ ადგილზე უყენია. ღმერთი ამ ამბავს სულ სხვაგვარად ხედავდა. იგი წუხს სამუელთან საუბრისას, ვწუხვარ, რომ გავამეფე საული. რადგან ზურგი მაქცია და არ გაჰყოლია ჩემს ბრძანებებს. 1 სამუელის მე-15 თავის მე-11 მუხლი. საულმა 10,000-ობით დახოცა და მხოლოდ ერთი დაინდო. მან ნაბრძანების 99% შეასრულა. ბევრი ჩვენგანი მის ამ ლაშქრობაში მორჩილებას დაინახავდა. მაგრამ ღვთისათვის ეს ურჩობა იყო. ფაქტობრივად რამდენიმე მუხლის შემდეგ სამუელის პირით ამას თვითნებობა უწოდა. ამრიგად, ვისწავლეთ, რომ ნაწილობრივი მორჩილება საერთოდ არ ითვლება მორჩილებად ღვთის თვალში. თითქმის სრულყოფილი 99%-იანი მორჩილებაც კი არ არის ნამდვილი მორჩილება. ღმერთი მას ამბოხებად მიიჩნევს. რამდენად ხშირად გვესმის ასეთი შენიშვნა, რატომ არ ითვალისწინებ იმ ყველაფერს, რაც გავაკეთე, მხოლოდ იმ მცირედის ხაზგასმა გინდა, რაც არ გამიკეთებია. ამის თქმა საულს დანამდვილებით შეეძლო.
მართალია ადამიანები ასე აზროვნებენ, მაგრამ ღმერთი სხვაგვარად ფიქრობს. სამუელი საულისკენ გაემართა და როცა მიუახლოვდა, მეფე დიდი ენთუზიაზმით მიესალმა. კურთხეული ხარ უფლისგან, აღვასრულე უფლის ბრძანება. 1 სამუელის მე-15 თავის მე-13 მუხლი. მის ხმაში სიხარული და თავდაჯერებულობა გამოსჭვივის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საული გულწრფელი იყო. მას მართლა სჯეროდა, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც ებრძანა, თუმცა ღმერთმა მის ნამოქმედარს ამბოხება უწოდა. როგორ ახსნათ ეს დიდი განსხვავება ერთი ღამით ადრე ღვთის შეხედულებასა და საულის დარწმუნებულობას შორის? პასუხი ამ სიტყვებში ჩანს. იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი, თავის მოსატყუებლად. იაკობის პირველი თავის 22 მუხლი. როცა პიროვნება მისთვის ნათლად გაცხადებულ ღვთის სიტყვას ეურჩება, მის გულს საფარველი ეფარება, რომელიც ამახინჯებს და აფერხებს ადამიანის აღქმას. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საულმა ვერ შეძლო უფლის სიტყვის სრულად დამორჩილება. სამუელმა ადრეც უსაყვედურა ურჩობის გამო. 1 სამუელის მე-13 თავის 1 მუხლიდან მე-3 მუხლის ჩათვლით. ალბათ სხვა შემთხვევებიც იქნებოდა, რომლებიც ბიბლიაში არ ჩაწერილა. საულს ურჩობა ახასიათებდა. როცა ასეთი ქცევის წესი ფორმირდება, მეტისმეტად ძნელი ხდება ჭეშმარიტების და შეცდომის ერთმანეთისგან გარჩევა. ცდუნების ფარდა. გახსოვთ, როცა პირველად შესწოდეთ გადარჩენის მიღების შემდეგ? მე მახსოვს. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გულში დანა გამიყარეს. ღვთის შვილებისთვის ნაცნობია ეს განცდა. სულიწმინდისგან მხილება მოდის და გული გვეკუმშება. რა ხდება, როცა ჩადენილს ვამართლებთ და ამით ზურგს ვაქცევთ ნამდვილ მონანიებას? ორი რამ. პირველი, იგივე დაუმორჩილებლობის აქტის გამეორების საფრთხის წინაშე ვდგებით და მეორე, ჩვენს გულს ცდუნების ფარდა ეფარება, რაც მხილების განცდას ამცირებს და მას გონების ნააზრევით ცვლის. შემდგომი დარღვევის დროს გულზე ასეთ მწარე დარტყმას აღარ უგრძნობთ, რადგან ფარდა ეფარება, თუმცა შესაძლებელია პატარა დისკომფორტის განცდა. კიდევ ვამართლებთ თავს და გულს კიდევ ერთი ფარდა ეფარება, რითაც ჭეშმარიტების ძახილი უფრო მეტად იხშობა. თუ კიდევ შევცოდავთ, მხილების ოდნავ ჩქამს გავიგონებთ. თუ კიდევ გავიმართლებთ თავს, კიდევ ერთი სასიკვდილო საფარველი მოეხვევა ჩვენს გულს. თუ ისევ შევცოდავთ, საფარველი უკვე ისეთი სქელი ხდება, რომ მასში ვეღარ აღწევს მხილება, მხოლოდ თავის მართლება. სიცრუემ ჭეშმარიტება დაგვიმალა, ხოლო სინდისი დამფრთხალი და უგრძნობელია. ამ მომენტისთვის პიროვნებამ შესაძლოა დაკარგოს ღვთისმოსაობის ყოველგვარი სახე, ან რაც უფრო ხშირად ხდება, გარეგნულ სახეს ინარჩუნებს. მაგრამ მისი ცხოვრება დიდად არ განსხვავდება მათგან, ვინც ღმერთთან აღთქმაში არ არის. მართალია, ასეთი ადამიანი ქრისტიანობას აღიარებს, მაგრამ მისი ცხოვრება კეთილისა და ბოროტის რაობაზე საკუთარი მცდარი ცოდნის შესაბამისია. ახლა კეთილისა და ბოროტის შეგრძნება სხვა წყაროდან მოდის და არა ღვთის ცოცხალი სიტყვიდან, რომელიც სულიწმინდამ ჩაბერა ჩვენს გულებში. ისინი მათი მოტყუებული გულის კარნახით მოქმედებენ. ეს შეიძლება იყოს წმინდა წერილის ასო, რომელიც კლავს 2 კორინთელთა მე-3 თავის მე-6 მუხლი. ან საზოგადოების შეხედულება სწორსა და არასწორზე. ნებისმიერ შემთხვევაში მას ცოცხალ ღმერთთან შეხება არ აქვს. ახლა მათთან მიღწევის ერთადერთი გზა ღვთისგან გამოგზავნილი წინასწარმეტყველური წარგზავნილია. სამნაბიჯიანი პროცესი. უფალი ადამიანს მზარდ პროცესში ჩართავს, რომ მისი ურჩობა გამოასწოროს. პირველი, იგი ყოველთვის ეცდება მის მხილებას. თუ ის არაერთხელ იტყვის უარს, მაშინ გულთან კავშირს და ღვთის მითითებების გაგონების უნარს დაკარგავს, სიცრუის ფარდის მეშვეობით. ამის შემდეგ ღმერთი წინასწარმეტყველური სიტყვის მქონე მაცნეს გზავნის, როგორც სამუელი გაუგზავნა საულს. წინასწარმეტყველის ნამდვილი მსახურება მას თვალს აუხელს ღვთის გზების დასანახად. ღმერთს ნებისმიერი პიროვნების გაგზავნა შეუძლია წინასწარმეტყველური მისიით. აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი წინასწარმეტყველად დადგენილი იყოს. სიტყვა შეიძლება მოვიდეს პასტორის, მშობლის, უფროსის, მეუღლის ან მეგობრის მხრიდან. იაკობი განმარტავს: ჩემო ძმებო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეთ, რომ ცოდვილის ცდომილების გზიდან მომქცევი სიკვდილისგან იხსნის მის სულს
და მრავალ ცოდვას დაფარავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ცოდვაში მყოფ მორწმუნეებს მიმართავდა. ასევე დააკვირდით ფრაზას მრავალი ცოდვა. ცდომილება არაერთი ურჩობის შედეგია. თუ წინასწარმეტყველური მაცნეების, გაგზავნის შედეგადაც ვწოდავთ, ღმერთი ჩვენამდე მოღწევას სასჯელის მეშვეობით შეეცდება. პავლემ დაწერა: თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. 1 კორინთელთა 11:21 მუხლი. აქ გამოყენებულია ორი სხვადასხვა ბერძნული სიტყვა. პირველი: თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, გახლავთ დიაკრინო და საფუძვლიან გამოცალკევებას ნიშნავს. ეს მაშინ ხდება, როცა საკუთარ თავს გულმოდგინედ ვიკვლევთ, რომ ძვირფას წიდა მოვაშოროთ. ამას ვახცევთ ჩვენი ურჩობის აღიარებისა და მონანიების შემდეგ. მეორე შემთხვევაში აღარ ვიქნებით მსჯავრდადებულნი. გამოყენებულია ბერძნული სიტყვა კრინო, რომელიც დასჯას ან დაგმობას ნიშნავს. პავლე განაგრძობს, ხოლო მსჯავრდადებულნი, კრინო, დასჯილნი, უფლის მიერ ვიწურთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი. მუხლი 32. ღმერთი დიდად არის მოწადინებული, რომ ჩვენივე ურჩობისგან გამოგვაცალკევოს, რომ ქვეყნიერებასთან ერთად არ დავისაჯოთ. მათეს მე7 მუხლიდან 23 მუხლის ჩათვლით. ლუკას მე12 45 მუხლიდან 42 მუხლის ჩათვლით. ისმის კითხვა: როგორ სჯის ღმერთი მის ხალხს, როცა ისინი უგულებელ ყოფენ, ან უარ ყოფენ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებას? როგორც წესი პასუხი მოდის სირთულის, ავადმყოფობის ან რაიმე სხვა სახის გასაჭირით. მეფსალმონი აცხადებს: ვცდებოდი ვიდრე დავისაჯე, ახლა კი შენ სიტყვას ვიცავ. ვიცი უფალო, რომ სამართლიანია შენი განგითხვა, სამართლიანად დავისაჯე. მე11 ფსალმონის 67 მუხლი და 75 მუხლი. თუ ეკლესიისადმი პავლეს სიტყვებს გადავხედავთ, ყველაფერი ცხადი გახდება. ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი და ბევრს სცინავს. თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი. 1 კორინთელთა 11 20 და 31 მუხლი. ცოცხალი მაგალითი. ბევრი შემთხვევის მოწმე ვარ, თუ რა სასჯელს იღებდნენ ადამიანები ღვთის გამომასწორებელი პირველი ორი მეთოდის უგულებელყოფის შემდეგ. ერთ მეტყველ თვალსაშინოებას ადრეულ 90-იან წლებში მომხდარი ამბის სახით მოვიყვან, როცა ტექსასის ახალგაზრდულ ბანაკში ვქადაგებდი. კვირის დასაწყისი მეტად წინააღმდეგობრივი იყო, რადგან ახალგაზრდათა დიდმა ნაწილმა ცოდვების გამო დაკარგა უფლის მიმართ მგრძნობიარეობა. ყველა მსახურებაზე წინ გამოდიოდა რამდენიმე ახალგაზრდა ვაჟი და გოგონა და უმეტესწილად სექსუალური ხასიათის ცოდვებს ინანიებდა. ისინი საოცრად იწმინდებოდნენ იესოს სისხლით. დიდი ინტერესით ველოდებოდი ბოლო საღამოს სულიერ გარღვევას იმ მონანიებათა გამო მთელი კვირის განმავლობაში რომ დაითესა. როცა ბოლო მსახურება დავიწყეთ, მივხვდი, რომ საქმე ისე არ წარიმართებოდა, როგორც მოველოდი. ისევ ვიგრძენის შესწორების საჭიროება და მონანიებისკენ მოწოდების აუცილებლობა. როცა ჩემი ლაპარაკის დრო დადგა, მიკროფონი ავიღე და ლოცვა დავიწყე. სულიწმინდა მაჩვენა, ამ დარბაზში არის ერთი ამბოხებული ადამიანი. მიეცი მას კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ წინ გამოვიდეს. წინამსახურებაზე უკვე ვიქადაგე ამბოხების შესახებ. ახალგაზრდებს მოუწოდე მოსანანიებლად გამოსულიყვნენ. რამდენიმე მათგანი გამომეხმაურა, მაგრამ გულით ვხვდებოდი, რომ ის იქ არ იყო, ვისაც სულიწმინდამ მითხრა. გამოსულები მგრძნობიარე ჭაბუკები და გოგონები იყვნენ, რომელთაც ალბათ სხვა სახის პრობლემები ჰქონდათ. სულიწმინდა ისევ დაელაპარაკა ჩემს გულს. უთხარი იმ ადამიანს, რომ თუ ამ საღამოს არ მოინანიებს, სასჯელი მოვა მის ცხოვრებაში. ზუსტად ის გავიმეორე, რაც მან გულში მითხრა და კიდევ უფრო მეტი ვაჟი და ქალიშვილი გამოვიდა წინ. მაგრამ ისევ ვიგრძენი, რომ მათ შორის არ იდგა პიროვნება, რომელზეც სულიწმინდა მიმიტითებდა. ის ისევ დამელაპარაკა. უთხარი ამ ადამიანს, რა იქნება მისი სასჯელი თუ არ მოინანიებს. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ისევ გავიგონე მისი ხმა. უთხარი მას, რომ სამ კვირაში მანქანას დაეჯახება საქარემინით, თუ ამ საღამოს არ მოინანიებს. შიშით და თრთოლვით გავიმეორე მის მიერ ნათქვამი სიტყვები.
კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოვიდა წინ, მაგრამ მათ შორის ისევ არ იყო ის, ვისაც უფალი მელაპარაკებოდა. მან ნება დამრთო, რომ მსახურება გამეგრძელებინა და წინ გამოსულებისთვის მელოცა. ასეც მოვიკეცი. ამის შემდეგ სწორედ ისეთი ძალმოსილი მსახურება გქონდა, როგორცაც ველოდებოდი. ბევრმა მიიღო სიტყვა უფლისგან. სხვებმა მსახურების მოწოდება გააცნობიერეს. ზოგიერთი განიკურნა და ცხოვრებისეული მიმართულება მიიღო. ეს ის საღამო იყო, რომელსაც ვერც ერთი ჩვენგანი მალე ვერ და შესაძლოა ვერც ვერასოდეს დაივიწყებდა. რამდენიმე თვე გავიდა. მე და ერთი ახალგაზრდების პასტორი ტელეფონით ვსაუბრობდით. მან ახალგაზრდულ ბანაკში მყოფებთან შემდგომი დაკავშირების ანგარიში წარმომიდგინა და ასე მითხრა: ჯონ, არის ერთი ახალგაზრდა უფროს კლასელი გოგონა, რომელმაც სხვებზე მეტი პრობლემა შეგვიქმნა. ის მუდამ გვეურჩებოდა და სირთულეებს ქმნიდა. გულში მივხვდი, რომ სწორედ ის გოგო იყო, რომელზეც იმ საღამოს სულიწმინდა დამელაპარაკა. იმედგაცრუებული დავრჩი, რომ მოწოდებას არ გამოეხმაურა. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო ის გოგონა. მან განაგრძო. 3 კვირის შემდეგ მანქანას შეასკდა. როგორც შენ გააფრთხილე. მანქანის შეკეთება შეუძლებელი იყო. ავგანკალდი. მინდოდა გამეგო რა მოუვიდა მას. ვიცოდი, რომ ღვთის სულით ვლაპარაკობდი. იმედი მქონდა, რომ ის ღვთიურ მოწოდებას გაიგონებდა და ტრაგედიას აცდებოდა. პასტორმა განაგრძო. ღმერთმა დაინდო მისი სიცოცხლე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ მას შემდეგ მომჯობინდა. ახლა ის ყველაზე მეტად ანთებული გოგონაა ჩვენს ეკლესიაში. სრულიად სხვა პიროვნებად იქცა. მისი ცხოვრება მთლიანად გარდაიქმნა. შვება ვიგრძენი და აღტაცებაში მოვედი მის გამო. კიდევ ერთხელ მოისმინეთ ღვთის სიტყვები. ვცდებოდი ვიდრე დავისაჯე. ახლა კი შენ სიტყვას ვიცავ. ნება მომეცით ხაზი გავუსვა ერთ საკითხს. ღმერთს არ მოაქვს ჩვენზე უბედურება, თუმცა ის ხელს იღებს ჩვენს დაცვაზე და მტერს ნებას აძლევს მოგწიოს ის, რისგანაც მორჩილება გვიფარავდა. მე ფსალმუნე აცხადებს: კაცია ამხედრე ჩვენზე, ცეცხლსა და წყალში გამოგვატარე და სიუხვის ადგილზე მოგვიყვანე. 66 ფსალმუნის მე-12 მუხლი. სხვა თარგმანში ასე წერია: გამოგვიყვანე და სიუხვის სისრულეში შეგვიყვანე. იმ ახალგაზრდა გოგონას ყურადღება ავტოკატასტროფამ მიიპყრო. მან საავადმყოფოში მოინანია და ამის შემდეგ სიუხვის სისრულეში შევიდა. ღვთის თავდაპირველი მიზანი არ იყო მისი დასჯა, მაგრამ სხვა მეთოდების უმოქმედობის შემდეგ ეფექტური გამოდგა. ვისურვებდი შემძლებოდა იმის თქმა, რომ ყველა ანალოგიური შემთხვევის დასასრულისა სიხარულოა, მაგრამ ასე არ გახლავთ. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება. ერთი ამბოხებაში მყოფი ახალგაზრდა კაცი ნაცნობმა მსახურმა გააფრთხილა. მან ეს ყურად არ იყო და მოკლე ხანში ავარიით ადგილზევე გარდაიცვალა. უამრავი დამოწმების მოყვანა შემიძლია, ვინც მოინანია და კურთხეულ იქნა და ვინც მეფე საულის მსგავსად დაასრულა ცხოვრება. მორჩილება მსხვერპლშეწირვის საპირისპიროდ. მოდით საულის ამბავს დავუბრუნდეთ. სამუელმა დაინახა საულის მოტყუებული მდგომარეობა და მეყსეულად გაემართა საქმის არსში ჩასაწვდომად. როგორც ნამდვილ წინასწარმეტყველ მაცნეს შეეფერება. მან კითხვა დასვა: მას ცხვრისა და საქონლის ბღავილი რატომ ესმის ჩემს ყურებს? უთხრა საულმა: ყამალეკისგან გამორეკეს. ხალხმა საუკეთესო ცხვარი და საქონელი დაზოგა, რომ უფალს, შენს ღმერთს შესწიროს. დანარჩენი კი გავანადგურეთ. პირველი სამუელის მე-15 თავის მე-14 და მე-15 მუხლი. მან ჭეშმარიტების წინაშე აღმოჩენისას ბრალი ხალხს დასდო. მე მინდოდა დამორჩილება, გულისხმობდა ის, მაგრამ ხალხმა მაიძულა. მოუნანიებელი გულის ადამიანი სხვებსდებს ბრალს, როცა დაუმორჩილებლობაში გამოიჭერენ და ამით საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას გაურბის. ადამმა ღმერთი და ევა დაადანაშაულა, ხოლო ევამ გველი. ადამი ერთი მხრივ მართალი იყო, ღმერთმა მისცა მას დედაკაცი და ამ ქალმა ხის ნაყოფი შესთავაზა, თუმცა მისთვის ძალა არავის დაუტანებია. მან ის საკუთარი თავისუფალი ნებით შეჭამა. დიახ, ევა აცტუნეს, მაგრამ მან თავად გააკეთა დაუმორჩილებლობის არჩევანი. საული მიუძღოდა ხალხს და არა პირიქით. ის არა მარტო საკუთარი დაუმორჩილებლობისთვის იყო პასუხისმგებელი, არამედ ხალხის ურჩობაზეც. მას ჰქონდა მიცემული წინამძღოლობის და მითითების გაცემის ძალაუფლება. ლიდერებო, ყურადღებით მომისმინეთ. პასუხს აგებთ იმ დაუმორჩილებლობისთვის, რომლის უფლებასაც თქვენს მზრუნველობას მონდობილ ადამიანებს მისცემთ.
ყელი ისრაელის წინამძღოლი და სამუელის ზედამხედველი გახლდათ. მან კარგად იცოდა, რომ მისი ვაჟები ღვთისმცნებებს არ ყვევდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებდა. ის ხელზე მსუბუქად წამორტყმის მსგავს საყვედურს აძლევდა მათ და არ იყენებდა მათი მსახურებიდან ჩამოშორების ან შეკავების ძალაუფლებას. ამიტომ ღმერთმა დაადგინა: ნათქვამი მაქვს მისთვის, რომ სამუდამო მსჯავრსდავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არ ალაგმა. 1 სამუელის 13 მუხლი. მარტო მისი ძეები კი არა, თავად ყელიც დაისაჯა. გარდა ამისა, საულმა თავისი დაუმორჩილებლობა გაამართლა, თითქოს ცხვარძროხა უფლის მსხვერპლშეწირვისთვის გადაინახა. ცხადია, საული მოტყუებული იყო, თუ ფიქრობდა, რომ ურჩობით ღვთისთვის საამებელ მსხვერპლს მოიტანდა, ან მისთვის სათნო მსახურებას გაწევდა. ეს გახლავთ ამბოხების შემპარავი და მაცდუნებელი ფორმა. იესომ ასეთი განაცხადი გააკეთა: თუ ვინმე სურს გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. მათეს 16:24 მუხლი. ზოგიერთი იღებს ჯვარს და ყურადღებას ამახვილებს მისი ტანჯვის მხარეზე, როგორც მსხვერპლად მიტანილი ცხოვრების განსახიერებაზე. როგორც არ უნდა იყოს, იესოს ამ სიტყვებში ჯვარი არ არის ერთადერთი და სრულყოფილი მიზანი. შესაძლოა თავი უარყოთ და მსხვერპლად მიიტანოთ, მაგრამ ღვთისნება არ შეასრულოთ. ფაქტობრივად, შესაძლებელია იცხოვროთ თავის უარყოფით და მსხვერპლის გაღებით, მაგრამ მაინც ამბოხებული იყოთ ღვთის წინააღმდეგ. იესოს ნათქვამში მთავარია მორჩილება. მორჩილების ერთადერთი გზა ჯვრის აღებაა. საკუთარი გეგმებისა და სურვილებისთვის სიკვდილის გარეშე ყოველთვის იარსებებს წინააღმდეგობა ღვთისნებასა და ადამიანის სურვილს შორის. თუ საკუთარ ცხოვრებას არ უარყოფთ, ჩვენი სურვილების შესრულების გზას ვიპოვით, რომელიც ღვთისნებას ეწინააღმდეგება და საულის მსგავსად წმინდა წერილის ადგილებსაც მოვიყვანთ მის გასამყარებლად, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ. ღვთისმსახურება დაუმორჩილებლობას მოიცავს? თუ ასეა, სატანა დიდებას მიიღებს ჩვენი სულიერი, რელიგიური მსახურებიდან, ან მსხვერპლიდან, ვინაიდან ის გახლავთ ამბოხების მოთავე და ბატონი. ამ მომენტისთვის სამუელმა საულს მსჯელობა შეაწყვეტინა. მაცადე და გეტყვი, რაც წუხელ მითხრა უფალმა. თქვა საულმა, ილაპარაკე, უთხრა სამუელმა. განაუღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა. წარგგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა, წადი და ააოხრე ეს სოდვილი ყამალეკი. მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ. რატომ არ შეისმინე უფლის ხმა? რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში? 1 სამუელის 15 მუხლიდან 19 მუხლის ჩათვლით. სამუელმა თქვა, განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საულ, როცა მეფე გახდი უპრეტენზიო, თავმდაბალი და მოკრძალებული იყავი. ვხედავთ, რომ სამუელისა და საულის პირველი შეხვედრისას, როცა ამ უკანასკნელმა მეფედ დადგენის შესახებ შეიტყო, ურწმუნოებით წამოიძახა: არა, მე ბენიამინელი ვარ, ისრაელის ყველაზე მცირერიცხოვანი ტომიდან. ჩემი საგვარეულო კი უმცირესია ბენიამინის საგვარეულოთა შორის. რისთვის მეუბნები ამას? 1 სამუელის 9:21 მუხლი. საული თავის თავს მეფედ არ აღიქვამდა. პირიქით შეფიქრიანებული იყო თუ რატომ აირჩია ღმერთმა მისნაირი უმნიშვნელო ადამიანი. მოგვიანებით, როცა უფალმა ისრაელის წინაშე მისი წარდგენა მოისურვა, წილი ჰყარეს ტომებს შორის. მათგან ბენიამინის ტომი იქნა არჩეული, ხოლო ტომის შიგნით საულის საგვარეულო და ბოლოს თავად საული. მიიყვანა ბენიამინის ტომის სახლეულების მიხედვით და მატრის სახლს ხვდა წილი. მერე კი საულს კიშის ძეს ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს, კვლავ დაეკითხნენ უფალს. უკვე მოვიდა ის კაცი? უთხრა უფალმა, აჰა, აღალს არის ამოფარებული. 1 სამუელის 21 და 22 მუხლი. საული გააოგნა იმ აზრმა, რომ ღვთისერი უნდა ემართა. ის პატარა იყო საკუთარ თვალში. სამუელმა სწორედ ეს გაახსენა მას და განაგრძო. ახლა უფალმა მისიაზე გაგაგზავნა და გითხრა,
წადი და ბოლომდე გაანადგურე. რატომ იფიქრე, რომ უფალზე მეტი იცი? როდის გადააჭარბა შენმა სიბრძნემ უფლისას? ახლა მისი ადგილი დაიკავე? რატომ ცდილობ კეთილისა და ბოროტის განსაზღვრას ღვთის მიღმა არსებული წყაროდან? რა დაემართა ადრინდელ თავმდაბალ და უპრეტენზიო საულს? იცის თუ არა ნებისმიერმა ჩვენგანმა ღმერთზე მეტი? რასაკვირველია არა. თუმცა როცა არ ვემორჩილებით, სწორედ ამის თქმა გვსურს მისთვის და ჩვენი ირგვლივ მყოფთათვის. რა უგუნურებაა იმის ფიქრი, რომ დიდების ტახტზე მჯდომარეზე ბრძენები ვართ. მან არა მარტო შექმნა სამყარო, არამედ ინარჩუნებს კიდეც მას. მან შემოქმედმა განალაგა ვარსკვლავები თავისი თითებით და მაინც უბრალო ადამიანის სიბრძნეს ღვთისაზე მეტად ვამაღლებთ, როცა მის რჩევას უგულებელ ვყოფთ. ამბოხება და ჯადოქრობა. სამუელმა საულს მიაბყრო მზერა და მისი წინასწარმეტყველური მსახურებისთვის დამახასიათებელი გაბედულებით განაცხადა. მაგრამ მიუგო სამუელმა. განა ისევე ეამება უფალს სრულად დასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება. აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა ვერძის ლურთებზე, რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანის მცემლობა და თვითნებობა. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა. პირველი სამუელის მე-15 თავის 22 და 23 მუხლი. სამუელმა ამბოხება პირდაპირ ჯადოქრობას დაუკავშირა. ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ტექსტი პირდაპირ ამბობს, რომ ურჩობა, ამბოხება იგივე ჯადოქრობაა. წერილის კონტექსტიც ამას ადასტურებს. ერთია ამბოხება ჯადოქრობას მიამსგავსოთ და სულ სხვა საქმეა იმის თქმა, რომ ეს პირდაპირ ჯადოქრობაა. რამდენი ადამიანია მისი ზეგავლენის ქვეშ გაუცნობიერებლად, როცა ამბოხების ცდუნებით მოქმედებენ. სიტყვა ჯადოქრის ხსენებაზე თვალწინ წარმოგვიდგება შავებში ჩაცმული დედაბერი, რომელიც შელოცვებს პუტპუტებს და ცოცხლზე გადამჯდარი მოგზაურობს ან მომავალს კითხულობს ბროლის ბურთიდან, ხოლო იქვე ახლოს ღია ცეცხლზე ქვაბით უხტუხებს. შესაძლოა უფრო თანამედროვე ვერსია იყოს ადამიანი, რომელიც წყევლას წარმოთქვამს სხვებზე ზეგავლენის მოსაპოვებლად. მოდით უკან მოვიტოვოთ ორივე კონცეფცია და ჯადოქრობის არსს ჩავწვდეთ. იმის მიუხედავად, თუ რა ფორმას იღებს ის. ჯადოქრობის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა გახლავთ ქესემ. მისი შესატყვისია მკითხაობა, გრძნეულობა და ჯადოსნობა. ექსპერტები ამბობენ, რომ დაუდგენელია ამ ტერმინების ზუსტი მნიშვნელობა ოკულტიზმთან კავშირში. ამიტომ მისი მრავალი თარგმანი გვხვდება. აქ მთავარი მნიშვნელობა ენიჭება არა ფორმას ან მეთოდს, არამედ ჯადოქრობის შედეგს ან მიზანს. ჯადოქრობა პირდაპირ დემონურ სამყაროს უკავშირდება. მისი მიზანია ვითარებების, სიტუაციებისა და ადამიანების კონტროლის სხვადასხვა გზების მეშვეობით. როცა თავად მონაწილე პირიც კი ვერ ხვდება, რა მოვლენები ვითარდება სულიერ სამყაროში. ჯადოსნობის პრაქტიკა მოქმედების ფართო სპექტრს მოიცავს, მასში მონაწილე პირის სრული უცოდინარობით დაწყებული და სიბნელის ძალების ჩართულობის სრული გაცნობიერებით და ცოდნით დამთავრებული. გონება ურჩობის მეშვეობით. მე როგორც ყოფილ ახალგაზრდების პასტორს, ოკულტიზმთან ახლო კონტაქტის შესაძლებლობა მქონდა. იმარეალის სკოლების უფროსი კლასები სავსე იყო სპირიტუალიზმის სხვადასხვა დონეზე გატაცებული მოსწავლეებით. ჩემი ახალგაზრდული მსახურების ლიდერები რეგულარულ ანგარიშებს მაწვდიდნენ ჯადოქრობასა და სატანიზმში ჩართულ კლასელებთან შეხვედრების შესახებ. ოკულტურ პრაქტიკასთან დაკავშირებით ერთი ყველაზე საინტერესო პრინციპი ვისწავლე. როცა პიროვნება ჯადოქრების ჯგუფში გაწევრიანებას მოისურვებდა, ლიდერები ურჩევდნენ, რომ მიეღო ნარკოტიკები, ალკოჰოლური სასმელები, ჰქონოდა უკანონო სქესობრივი კავშირები, მოეპარა და ეკეთებინა სხვა მსგავსი საქმეები, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ღვთის კანონებს და ჩვენს მიწას ბილწავდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამის მიზეზი, სანამ ღმერთმა თვალი არ ამიხილა, რომ ამბოხება იგივე ჯადოქრობაა. მათ ასწავლიდნენ, რომ მეტ ძალას მიიღებდნენ თუ უფრო მეტად აჯანყდებოდნენ და ისინიც ძალას ეძებდნენ. ეს მართალია, რადგან ამბოხება ჯადოქრობაა. რაც მეტი იქნებოდა მათი ამბოხების ხარისხი, მით მეტი ლეგალური მისადგომი ექნებოდათ დემონურ ძალებთან. ამით ზეგავლენას, კონტროლსა და გაძლიერებას მოიპოვებდნენ.
ღვთის წესრიგისა და რჯულის, ასევე მის მიერ გადაცემული ძალაუფლების წინააღმდეგ ამბოხების შედეგად გააზრებულად მოიპოვებდნენ დემონურ სამყაროსთან მისადგომს. ეს იდეა ასახულია ჯადოქართა ეგრეთ წოდებულ სატანურ ბიბლიაში. რამდენიმე წლის წინ, როცა მსახურების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე სასტუმროს ნომერში სატელევიზიო არხებს ვათვალიერებდით, ერთ არხს წავაწყდით სატანიზმსა და ჯადოქრობაზე. გადართვა დავაპირე, რაც ჩვეულებრივი, გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან მორწმუნემ სულიერ ბრძოლაზე მხოლოდ ის უნდა იცოდეს, რაც ღვთის სულიდან მოდის. მიუხედავად ამისა, ვიგრძენი, რომ ერთი წუთით უნდა შემეხედა. შოუში სატანური ბიბლია განიხილებოდა. ჟურნალისტმა ნომერი პირველი მცნება გამოაცხადა. გააკეთე ყველაფერი, რასაც მოისურვებ. ამან ჩემი ყურადღება მიიპყრო. გონებაში მაშინვე ამომიტივტივდა ადგილი წმინდა წერილიდან. მე ფსალმუნე ამბობს. მაშინ ვთქვი, აჰა, მოვდივარ, როგორც გრაგნილში წერია ჩემზე. შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო და რჯული შენი ჩემს გულშია. მე 40 ფსალმუნის მე-7 და მე-8 მუხლი. იესომ თავის თავზე თქვა, მე ჩემს ნებას კი არ ვეწებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. ივანეს მე-5 თავის 30 მუხლი. წლების კვლევით აღმოვაჩინე, რომ უფალი მას უახლოვდება, ვინც მის წინაშე მორჩილებით ცხოვრობს. გონება გამინათდა, რომ საწინააღმდეგოც ჭეშმარიტია. სიბნელის ძალები მათკენ მიიწევენ, ვინც ამბოხებაში ცხოვრობს. ცნება, აკეთე რაც გინდა, ღვთის სიტყვის პირდაპირი გაუკუღმართებაა და შეესაბამება ღვთის ნათქვამს ამბოხებაზე. სატანის მსახურებში ნებით დამდგარი ადამიანი ამ პრინციპს კარგად აცნობიერებს. დანარჩენები კი მოტყუებულები არიან. უმეცრებს ურჯულოება თავისუფლებაში ერევათ. ამბოხებაში თავისუფლებას ვერ იპოვით. ახალი აღთქმა ნათელ სურათს გვაწვდის თუ რა ხდება სინამდვილეში. ისინი გაღრწნილების მონები ხდებიან. პეტრემ მათი ცდომილება ასე გამოამჟღავნა. თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გაღრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა. მეორე პეტრეს მეორე თავის მე-19 მუხლი. ჭეშმარიტება ცხადია, იქ თავისუფლება არ არსებობს. ამის ნაცვლად არის ბორკილი და კონტროლი, რომელიც სულს დემონური ზეწოლისა და მმართველობის ქვეშ აქცევს. პავლემაც განიხილა ეს საკითხი. ნუ თუ არიცით, რომ ვისაც გადასცემთ თქვენს თავებს, რათა იყოთ მისი მონა მორჩილნი, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით, ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის. რომაელთა მე-6 თავის მე-16 მუხლი. იესომ ხაზი გაუსვა ხსენებულ პრინციპს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა. ივანეს მე-8 თავის 34 მუხლი. გაიხსენეთ კაენის ურჩობა ღვთის შესაწირის არჩევის საქმეში. ამის შემდეგ ღმერთმა ნათლად გაუცხადა, რომ მისი არჩევანი მისივე ხვედრს განაპირობებდა. მას შეეძლო ღვთისნების პატივისცემა და ცოდვის კონტროლისთვის, ჯადოქრობისთვის კარის მიხურვა, ან ამბოხება და მასზე გასაბატონებლად ჩასაფრებული ცოდვის პირისპირ აღმოჩენა ღვთიური დაცვისა და ძალის გარეშე. სამუელმა საული გააფრთხილა ისევე, როგორც ღმერთმა კაენი. ამბოხებამ მისი სამშუნველი მაკონტროლებელ სულებს გაუღო და მათი ზეგავლენით ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც საღგონებაზე მყოფი არაფრით არ გააკეთებდა. საულმა რეალურად არ მოინანია. ბიბლია პირველი სამუელის მე-16 თავის მე-14 მუხლში მიუთითებს, რომ არც თუ დიდი ხნის შემდეგ მის ცხოვრებაში ტანჯველი ბოროტი სული გამოჩნდა, რომელიც მას აწვალებდა. ამ დროიდან მოყოლებული ბოროტ სულს კანონიერი მისადგომელი ჰქონდა მის ცხოვრებაში. საულისთვის მოსვენება აღარ არსებობდა, რადგან გულწრფელ მონანიებას ადგილი არ ჰქონდა. ის სრულად სხვა ადამიანად იქცა, რომელიც თავდაპირველი საულისგან დიდად განსხვავდებოდა. მოკრძალებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც მამისა და წინასწარმეტყველ სამუელის ძალაუფლებას ემორჩილებოდა და ყოველივე ღვთიურს პატივს მიაგებდა. იქცა ადამიანად, რომელმაც გათელა ის, რაც მისთვის აქამდე ძვირფასი იყო. მასთან რომ ისულიყავით ადრე და გეთქვათ, საულ, დადგება დღე, როცა რისხვას ვერ დაიოკებდა, 85 უდანაშაულო მღვდელს ცოლშვილიანად დახოცავ. გიჟად ჩაგთვლიდათ, ასე იფიქრებდა, შეუძლებელია. ამას არასოდეს გავაკეთებ. სიმართლე ის გახლავთ, რომ სწორედ ასე მოიქცა. პირველი სამუელის 22 თავი. საულს ბოროტი სული აკონტროლებდა და მის ცხოვრებაში უხვად გამოჩნდა შური, რისხვა, სიძულვილი, ჩხუბი, მკვლელობა.
და სიცრუე. ეს ყველაფერი მართავდა მას მოუნანიებელი ურჩობის მეშვეობით. იგი დევნიდა და დავითის მოკვლას ცდილობდა, რომელიც ღვთის ყველაზე ერთგული მსახური იყო. მისი აზრით, დავითმა უღალატა, თუმცა სინამდვილეში ღვთის გულის სანდომი ყმაწვილი გახლდათ. დემონური კონტროლის შედეგად საული ჭეშმარიტების ნაგლეჯებს ხედავდა, სიცრუის სქელი ღრუბლის მიღმა. ამიერიდან სიმართლე სიცრუედ ექცა, ხოლო სიცრუე რეალობად. რამდენჯერ მინახავს ანალოგიური შემთხვევები. არა მარტო სხვების, არამედ საკუთარ ცხოვრებაშიც. ვიხსენებ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდს, როცა ურჩობაში ჩავეფალი და ტირილი მინდა. იმ სიცრუის გამო, რომელშიც დავდიოდი. მაშინ ღვთი ურძალა უფლებას ლეგალისტურად ან მცდარ მდგომარეობაში მყოფად ვთვლიდი. ხოლო ღვთისმიერი მეგობრები ხშირად მტრებად მიმაჩნდა. სხვა მე ამბოხეებს დავუახლოვდი მხოლოდ იმისთვის, რომ დაუმორჩილებლობის ცეცხლით აგიზგიზებული ჩემი გულისთვის ნავთი მიმესხა. გვეგონა, რომ ღმერთთან ახლოს ვიყავით, იმაშიც დარწმუნებული გახლდით, რომ მან ჩვენი სახით ახალი კატეგორიის მსახურები წამოწია. ორამოწყალე იყო ღმერთი ჩვენს მიმართ. და ეფართოდ იყოს გახელილი თქვენი თვალები ამ ხრიკის დასანახად, რომ ჩემსავით არ გაებად სიცრუის მაღეში.